რა მუსიკა გილოცავ. ძალიან მომეწონა მუსიკის კონცერტი. მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ ახალ წელს. დიახ, უკვე 2025 წელია და წელს პირველად ვხვდებით ერთმანეთს. მოგესალმებით. გამარჯობა. აბა, კაი ხარ შეძრავალს თუ კაია. ჩაიფიქრე სურვილი ჩემო ნიკოლოზ, თქვენც ჩაიფიქრეთ? ჩაიფიქრეთ? მადლობა, სწორია, ჩვენც ეგ ჩავიფიქრეთ. ჩვენც აღარ გვინდა მეტი დალევა, აღარ ნამდვილად. მაგას ჯობია მხიარულება დავიბედო. დღეს ხომ ბედობა. ნამდვილად გილოცავთ ბედობას, ყველაფერი სიკეთე დაგბედებოდეთ. ერთი დიდი სიკეთე პატას და ნიკას შოუ უკვე დაგებედათ. კი ბატონო, სხვათა შორის თვით ოქროს ხანაში მე-12 საუკუნეშიც კი არ დაბედებია ქართველებს პატა და ნიკას შოუ. ჩვენ გაგვიმართლა ამ დროში რომ ვარ შემოკარგი, გავარა. ნამდვილად და რა თქმა უნდა ამ ბედობა დღეს მინდა მივულოცო ადამიანებს, რომლებიც ასე სიხშირით არ ჩანან ტელეეკრანებზე. რა თქმა უნდა, მაგრამ არანაკლებ დიდ შრომას დებენ ჩვენი გადაცემების ეთერში გასვლისთვის, ჩემო პატა მინდა ვთქვა და ესე იგი დავიწყოთ რა თქმა უნდა ჩვენი ტექნიკური ჯგუფიდან, ჩვენი უსაყვარლესი ოპერატორებიდან აპლოდისმენტები. ჩვენ თეთვის გაუმარჯოს და დაებედოს დიდი და უფრო მაგარი გადაცემები ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა. დასუფთავების სამსახური და ასე შემდეგ, მძღოლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაც შეეხება ჩვენს ხელმძღვანელობას, აუცილებლად. დაებედოთ ხელის მოწერა, ვაკოს და თამარს გულისხმობ ჩვენი ხელფასების მომართულებას. ჩვენ გაზრდილ ხელფასებზე. მოკლედ მატება მინდა უსურო რუსთავი ორს, როგორც დემოგრაფიულად, ისე ეკონომიურად. კი ბატონო. და გამორჩეული ორი ადამიანი ჩვენი გუნდის ესე იგი თამარა და შორენას მიულოცოთ ბედობა რომ გათხოვდნენ და მათ ქორწილში მოგიწიოს ესე იგი კეიფი და გრიალი. ასევე რა თქმა უნდა ჩვენ სუფლიორს თამარს უძვირფასეს, რომელიც პირდაპირ მინდა ვთქვა რომ დატანჯული ყავს და ნერვებს უშლით, თავიდან აწიე და დაგვებედოს რომ აღარ მოგიშალოთ ნერვები და დიდი მადლობა. ჩემო პატა, ყველას ვინც ჩვენი გადაცემების შექმნაში ღებულობს მონაწილეობას, ეს ტექნიკური მხარეა თუ შემოქმედებითი ამას მონტაჟი, ამის ძალიან ბევრი რამე ჭირდება და ყველას გვინდა რომ სიკეთე და სიყვარული და ყვავი და ბარაკა დაგებედოთ ჩვენო კარგებო. მე დავაკონკრეტებდი ბევრი ფული და ჯანმრთელობა. მაინც ქართველები ვარ, პირდაპირ თუ არ ვიტყვი, მაინც ეხლა ეს არ არის. ზოგადად. კი ბატონო. კოცნით და გეფერებით. თუ რამე გაწყენდეთ, გვაპატიეთ 2024-ში 25-ში უარესად მოვიცი. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ბედობას და ისეთი სამსემაციურები დაგბედებოდეთ, როგორიც დღეს გაქვთ. უბრალოდ გუშინო მქონდათ. ისე ამბობენ ბედობას, როგორც შეხვდები მთელი წელი ისეთი გექნებაო. არა, ეგ მართალი. ბედო? აი შარშან ბედობას მარტო შევხვდი, აი აქ. მაგრამ ერთ თვეში შენ გამომეცხადე და მთელი წელი ვერ მოგიშორე ვერანაირად. რა გინდა, მე მითხარი? ცუდ ფეხზე მოვედი? მე ორივე ფეხი მარჯვენა მაგ. ისე ახალ წელს მეკლეს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორი ფეხით შემოვა მეკლე. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორი ფეხით წავა. თუ წავა საერთოდ, რა ვიცი. თუ მოიფიქრებს რომ წავიდეს იმ ჩემი სტუმრების გასაგონად ვამბობ. იქნება მოიფიქროთ რამენაირად ეხლა. რაღაც მათიკო გაბრაზებული ჩანხარ და რაკერი როგორ შეხვდი ახალ წელს მითხარი აგერ. რა ვიცი შემოგევლე რა მახსოვს, არ ვიცი. შერაკენი, კაი სფრაგაშალე. რა ვიცი, თითქმის მქონდა რაც მინდოდა. ინდაური მქონდა? ბაზარში რო ვიკითხე რა ღირს ინდაური თქო, 250 ლარი მითხრეს. მე იყიდე? ვერ ვიყიდე. და მაგის მერე ინდაურის უფრო მეტი ფასი აქვს ჩემ ოჯახში ვიდრე მე. არა უშო, სამაგეროდ შობას ღორის ქელეხები ჩავატაროთ გემრიერ. რას ვერჩით აი მაინტერესებს. რა ვიცი, შობაა და უხარია ყველას. მე რა ყველას უხარია, ღორმა რა დააშავა. გაიხარო ზიმანაც.
კარგი ბატონო, დაკალი მაშინ პრასი. რა გავაკეთე? ხო, აბა რა გითხრა? მოვაჭერით თავი. ხო, კიდევ ერთხელ რა უნდა ვქნათ მე გეტყვი. შენ კიდევ ერთხელ უნდა ჩავეხუტოთ ჩვენს მაყურებელს, მიულოცოთ ახალი წელი და ვადღეგრძელოთ ლამაზი სიტყვები. კარგი, მაშინ რა ვქნათ, იცი აი საკმარისად ვილაპარაკეთ. აი ხლა ლექსად ვუთხრათ ჩვენს ერთგულ მაყურებელს ჩვენი სათქმელი. მოდი.